რეალურად მე აქცენტი მქონდა პარალელზე 26 წლის წინაც მოქმედებდა გარეძალა, სხვა გარეძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გარეძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს. ზუსტადაც რომ მე ვსვავ ტოლობის ნიშანს. რომ ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს Deep State-ი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული ბიუროკრატიის გამოყენებით, ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა KGB. მეთოდები არ შეცვლა საბჭოთა KGB-ს მეთოდებით მოქმედებს Deep State-ი და რაც ყველაზე დასანანია, ამაში ისიყენებს ევროპულ ბიუროკრატიას, ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია მომავალშიც, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი და გახლეჩვა. ჩვენ შესაბამისად ორიენტირებული ვიქნებით სწორედ აქეთკენ, რომ არავის მივცეთ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩვის საშუალება და პირიქით ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მაქსიმალურად საზოგადოების გაერთიანებისკენ. ჩვენ ვართ მთავრობა, ჩვენ ვართ შესაბამისად ყველას მთავრობა, ყველას ხელისუფლება და რა თქმა უნდა თითოეულ ჩვენ მოქალაქეს უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც გარეთ დაკვეთით სიძულვილს ხელოვნურად ესავენ ჩვენ საზოგადოებაში. ისინიც უნდა შემოაბრუნოთ ჩვენ სწორი მიმართულებით.